მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ საკითხს: სიმართლე, რომელიც უნდა იცოდეთ ახლა. აი გითხრათ სიმართლე, სანამ ამ გაშლას დავიწყებ, დღეს საერთოდ არ ვფიქრობდი საჯარო გაშლის ჩაწერას, მით უმეტეს არც გეგმავდი. მაგრამ აი იმდენად გამიჩნდა ამ თემის შესახებ ინფორმაციის გაჟღერების სურვილი, მით უფრო საჯაროდ. ამიტომ ავდექი და თქვენთვის ჩავწერე ეს გაშლა. თქვენთან ერთად მეც ვნახავ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი ჩემს სივრცეში და რატომ მანდა მაინც დღეს და მანდა მაინც ამ თემით გახდა საჭირო ჩემი და თქვენი კომუნიკაცია. მოკლედ ასე, ჩემო ძვირფასებო, ვარიანტები არ გვექნება. გამომდინარე იქიდან, რომ თემა არის საკმაოდ ვრცელი. უბრალოდ გავაკეთებ სამი კარტით იდენტიფიკაციას, ვისთვის არის ეს გაშლა, რომ მივხვდეთ და მე ვნახოთ უკვე ჩვეულებრივად, რას წამოიღებს ინფორმაციულად და ენერგეტიკულად თვითონ დასტა. სიმართლე, რომელიც უნდა იცოდეთ ახლა. ვნახოთ, ვისთვის არის ეს გაშლა. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დაკომენტარება და გაზიარება. ფორტუნას ფორბალი, არკანის სამსჯავრო და ორიანი თასები. არასდროს არ მიყვარს ხოლმე, როდესაც აი ესეთი განცდა მაქვს, რომ აუცილებლად ამ თემატიკის და ამ შინაარსის გაშლა უნდა ჩავწერო, როცა პირდაპირ გაშლის დასახელებაც მოდის და ნახეთ ახლა პირდაპირ მოვიდა დადასტურებულად, რომ ეს იყო საჭირო თემატიკა. არკანის სამსჯავრო, ფორტუნას ფორბალი, არკანი ქურუმი ქალი, არკანი ვარსკვლავი. ალბათ ხვდებით, ვინც ხშირად მიყურებთ ენერგეტიკულად რამხელა დატვირთვის მქონე გაშლა ეხა ეს და რამხელა ინფორმაცია აქვს ამ გაშლას წამოღებული. შინაარსობრივად ვისთვის არის ეს გაშლა? ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა ცდილობენ დაიცვან გარკვეული ცხოვრებისეული წონასწორობა, იპოვონ ეს წონასწორობის წერტილი და რაღაცნაირად აღიდგინონ ბალანსი. აქ არის მდგომარეობა, როდესაც აი სულ ყველა ნახეთ აი ამ დასტაზე განსაკუთრებით პირდაპირ არის ნაჩვენები, ნახეთ რამხელა კავშირია სამყაროსთან. აი ამ დასტების მიხედვით, ნახეთ პირდაპირ ადამიანი, რომელსაც სამსჯავროს არკანით ამოსდის სულიერება, შეიძლება ესე წავიკითხოთ, ადამიანი, რომელიც მენტალურად კავშირშია სამყაროსთან, ადამიანი, რომელიც სხეულებრივად ცდილობს წონასწორობის დაცვას და ადამიანი, რომლის გულიც პირდაპირ მიბმულია ვარსკვლავურ და ზეციურ ძალებს, ხო? ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით მართლაც წონასწორობის აღდგენის ან პოვნის მდგომარეობა. ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება ეს ყველაფერი. თქვენს შემთხვევაში ეს შეიძლება სხვათა შორის უკავშირდებოდეს ურთიერთობის თემას, ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი იყოს, რა შემთხვევაშიდაც თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ გაერიდოთ სიტუაციას. არ ვიცი, ნახოთ, ყოველ შემთხვევაში თემა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ წამი კიდე დავამატებ აქ, რას გულისხმობს, რისი თქმა სურს, იმიტომ რომ 6 არკანიდან 2 მაღალი არკანი ამოვიდა პირდაპირ. კიდევ რისი თქმა სურს სამყაროს, აი კვერთხების მეფე მოვიდა, არკანი ძალა, არკანი კვერთხების დედოფალი. ღმერთო ჩემო და არკანი იეროფანტი დასტის ბოლოს, არკანი კვერთხების
ტუზი, ძალიან და პენტაკლების პაში. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგება თქვენს ცხოვრებაში, ან ახლა ხართ უკვე ამ ეტაპში. კი, სიმართლე, რომელიც უნდა იცოდეთ ახლა, ნამდვილად უკავშირდება პირად ურთიერთობებს და ნამდვილად უკავშირდება წყვილს. ნამდვილად უკავშირდება წყვილს. ნახოთ ახლა, მოკლედ თუ გამოგეხმაურათ და რეზონირდა ეს იდენტიფიკაცია თქვენთვის, გააგრძელეთ ამ გაშლის ყურება, ვისთვისაც იდენტიფიკაცია არ რეზონირდა, ეს გაშლა შესაბამისად თქვენთვის არ არის შემოკარგებო. ასე და ამრიგად. ნახოთ, ვისთვის სადაც არის ეს გაშლა, სიმართლე, რომელიც უნდა იცოდეთ ახლა. რომელიც უნდა იცოდეთ ახლა, ვინც ამ გაშლას მიყურებს. არკანი ძალა. კვერთხების მეფე, კვერთხების დედოფალი. სიმართლე, რომელიც ახლა უნდა იცოდეთ, ჩემო ძვირფასებო, არის ის, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაიცვათ ბალანსი. შეხედეთ, ადამიანი, რომელიც როგორ ჰარმონიაშია. თქვენ შორის, აი წყვილს შორის, ხო, ჩადგა ნახეთ ორსახიანი ძალის არკანი და აგერ არის ბატონი, რომლის შესახებაც, მოკლედ თქვენ ორის შესახებ სურს დღეს ტაროს, რომ გვესაუბროს, ხო? თქვენში მიუხედავად იმისა, ქალბატონებზე ვსაუბრობ ახლა, რომ არსებობს ძალიან დიდი ცხოველური ინსტინქტური წინათგრძნობები, ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, ხომ? ეს წინათგრძნობები თქვენ უნდა მოთოკოთ აუცილებლად ამ ადამიანთან მიმართებაში და მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, წეგან როგორც გითხარით, რომ აი თითქოს წონასწორობის აღდგენის ან ეტაპზე ხართ, ან დაიწყება ძალიან მალე, ხო? აი თქვენს შემთხვევაში უნდა ეცადოთ, რომ ეს ბალანსი და წონასწორობა აღიდგინოთ, იმიტომ რომ მამაკაცი, რომელსაც დაუშვათ თქვენ შეიძლება ეპაიქრებოდეთ ან ეკიშპებოდეთ, ხომ? არც ის მამაკაცი არ არის, აგერ ხედავთ, ხელწამოსაკრავი ფიგურა და ორი ლომია აქ გამოსახული. საკმაოდ სხვა შორის შეიძლება პირდაპირ ლომის ენერგიის მქონე ადამიანები მიყურებდნენ ზოდიაქოს ნიშანს გულისხმობ ცეცხლის ენერგიის პირდაპირ, იმიტომ რომ წეღანაც უკვერთხები წამოიღო და ეხლაც მოვიდა. შესაბამისად, ეცადეთ რომ აკონტროლოთ ემოციური ნახეთ, აი გადმოვარდა პირდაპირ განდეგილის არკანი. ემოციური მდგომარეობა, შეინარჩუნოთ შინაგანი ბალანსი, რა თვალსაზრისით ნახეთ, აი თითქოს თქვენს შიგნით აუცილებლად იქნება ის რაღაცა წყალგამყოფი თუ წონასწორობის წერტილი, რომელზედაც უნდა გააკეთოთ ორიენტირი და უნდა აიღოთ სწორება. აი სხვა შემთხვევაში ნებისმიერი აი თქვენ ცხოვრებაში შეიძლება ბევრი სხვა სიტუაცია ხდებოდეს, ვითარდებოდეს, რაც ამ თქვენი ყურადღების გადატანისკენ გიბიძგებდეთ, მაგრამ ეს არ ქნათ. აი ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ. არ ვიცი ხა ვისთვის რა არის ეს წონასწორობის წერტილი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ხვდებით რაზეა საუბარი და რაზე სურს დღეს ტარომ, რომ მოგვაწოდოს ინფორმაცია, ხო? აი ისევ ღმერთო ჩემო, არკანი იეროფანტი, ეს არის თქვენი სულიერი ძალა. კი ბატონო, აქ არის გათავისუფლება, აქ არის რაღაცა სილაღის შემოტანა აუცილებლად საკუთარ თავში, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში. თქვენ რო ახლა ჩემს სახეს ხედავდეთ, დარწმუნებული ვარ დაინახავდით რა ემოცია მქონდა ამ არკანის ამოღებისას. არკანი თასების ტუზი, არკანი ვარსკვლავი და არკანი ეშმაკი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ახლა ჩემო კარგებო. იცით რა არის? ეს არის პერიოდი, როდესაც
თქვენ აი თქვენ იგრძნობთ რომ ყველაფერი არის თქვენს შიგნით და თქვენს ხელებშია მოქცეული. აი ამას იგრძნობთ და გააცნობიერებთ ძალიან კარგად. ცალსახად შემიძლია ვთქვა რომ ეს არის ურთიერთობა წყვილში და ამ ურთიერთობას წყვილში სჭირდება ქალბატონების მხრიდან ბალანსის მოპოვება, ბალანსის აღდგენა. საკამარისი გონიერება გაგაჩნიათ თქვენ ქალბატონებზე ვსაუბრობ აქ, რომ ეს გონივრულად მიიღოთ გადაწყვეტილებები თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე. მაინც მანახე სიმართლე, რომელიც უნდა იცოდეთ ახლა, აი, ჩამოკიდებული კაცი. ესე იგი საკითხი, რომელიც არკანი მზე, ღმერთო, სულ მაღალი არკანებით საუბრობს. არკანი სამიანი ხმლები. ეს ეხება საკითხს, რომელიც დიდი ხანია არ ვითარდებოდა, დიდი ხანია არ ქონდა რაღაცაი არც პერსპექტივა არ ჩანდა, იცით, განვითარების, არა მხოლოდ არ ვითარდებოდა და ერთ ადგილას იყო, აი, პერსპექტივაც არ იყო, რომ რაღაცა განვითარებულიყო და წინსვლა ყოფილიყო ამ მიმართულებით. აი, ძალიან დიდი ხანია ამ ყველაფერს თქვენ ელოდებით. აქ იყო დიდი იმედგაცრუება, დიდი ტკივილი. სხვათა შორის შემთხვევა, რომელსაც სიმართლე, რომელიც უნდა იცოდეთ ახლა, რო ვეკითხები, ხო? ურთიერთობა, რომელზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ეს ურთიერთობა არის ქალბატონების დასრულებული. ქალბატონმა აირჩია, რომ გასულიყო ამ ყველაფრიდან. კი ბატონო, ისევ კვერთხების მეფე მოვიდა, თუმცა ჩვენი კვერთხების მეფე მაინც არკანი იმპერატრიცა. ხმლების მეფე და არკანი განდეგილი ისევ შუაში. განდეგილი, შეყვარებულები, პენტაკლების ტუზი, თასების ტუზი და არკანი ვარსკვლავი. ღმერთო დიდებო. ეს არის მდგომარეობა, ჩემო კარგებო, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა მინიშნებებს მიიღებთ, რაღაცა პასუხებს მიიღებთ ძალიან მნიშვნელოვანს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ელოდით ამ ურთიერთობაში. ეს შეიძლება სხვათა შორის იყოს ნაბიჯი გადმოდგმული მამაკაცის მხრიდან, რომელიც დაასრულებს აი ამ რაღაც გაწელილ პროცესს დაასრულებს. ნახოთ კიდევ სიმართლე, რომელიც უნდა იცოდეთ ახლა, არკანი მაგი მოვიდა. აკვირდებით რამდენი არკანის სიკვდილი, რამდენი მაღალი არკანი მოდის. არკანი მეტლე. დასრულდება ეს ლოდინიც, დასრულდება ის სიმღერას ტექსტისა არ იყოს. ნამდვილად დასრულდება. ხუთიანი კვერთხები. არკანი ზომიერება და ექვსიანი კვერთხები. ნამდვილად ელოდეთ აქ ჩემო ძვირფასებო თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნების გამოჩენას. ელოდეთ ესე და მოდუნებული ბედნიერი სახით შეხვდით მომენტს, როდესაც ის გამოჩნდება. კვერთხების ტუზი ყავს აქ კიდევ და გვაქვს თასების მეფე. კიდევ კარგი რომ თქვენ თვალწინ ვიღებ ამ ყველა არკანს. ცხრიანი პენტაკლები და კვერთხების რაინდი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მე მგონი ამ გაშლით ყველაფერი ვთქვით. სიმართლე, რომელიც უნდა გცოდნოდათ ახლა, არის ის, რომ ეს მოლოდინი ფუჭი ვერ იქნება. და ამ მოლოდინს მალე დაესმება წერტილი იმ გაგებით, რომ საბოლოოდ გაირკვევა თქვენსა და ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის არსებული ურთიერთობის დაძაბული ასპექტები, გადაუჭრელი მომენტები და თქვენ შეძლებთ, რომ
აღიდგინოთ ცხოვრებისეული წონასწორობა და ბალანსი. მე ვიტყოდი, რომ აქ ნამდვილად მოსალოცად გაქვთ საქმე, ვისთვისაც იყო ეს გაშლა იმ ადამიანებზე ვსაუბრობ, იქიდან გამომდინარე, რომ რასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდით, სწორედ სანუკვარი სურვილების ასრულების პერიოდი იწყება. სავარაუდოდ თქვენ დაიმსახურეთ, გეყოთ საკმარისი გონიერება, გეყოთ საკმარისი მოთმინება, ასევე ძალაც, რომ დიდი ხნის განმავლობაში გეცადათ იმ შედეგისთვის, რა შედეგის მიღებაც გსურთ და რა შედეგსაც ახლა მიიღებთ. მოდი რჩევასაც ვკითხავ ბარენ. რჩევა ამ საკითხთან დაკავშირებით რა უნდა დაროს, რომ გვირჩიოს. რჩევა. არკანი იმპერატრიცა მოვიდა, არკანი მეეტლე, არკანი განდეგილი. სასწაულია და თასების ტუზი ჩემო კარგებო დასტის ბოლოს. აქ ყველაფერი არის გარკვეული. თასების ტუზი, 10-იანი პენტაკლები, არკანი ძალა, ისევ მოვიდა არკანი ძალა, პენტაკლების დედოფალი და ხმლების მეფე. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, ეს არის ტაროს რჩევა. აღარ მოგიწევთ დიდი ხნის განმავლობაში ლოდინინი. ესე. და ამრიგად. იმედი მაქვს რეზონირდა ეს გაშლა თქვენთვის, იმედი მაქვს მოგეწონათ და გელოდებით ყველას კომენტარებში. დროებით.